მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უკვე 100 დღე შესრულდა, როგორც ვიცი, დაორგანიზებულია მრავალრიცხოვანი აქცია, რასაც მივესალმები ნამდვილად, კარგი იქნება და ყველას მოუწოდებ, რომ მივიდეთ ამ აქციაზე აუცილებლად. მაგრამ ახლა მე მინდა სხვა თემაზე ვისაუბრო. აქ უკვე გამოჩნდა, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს სახელმწიფოებთან ურთიერთობით აპირებს გადარჩენას ეს ხელისუფლება, თურქმენეთი იქნება, ეს უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ასე შემდეგ, შუა აზიის ქვეყნები, იმ ქვეყნებს, რომელიცაც კარგი ურთიერთობა აქვს, ანუ გარეეზოა რუსეთის, აი ასეთ ქვეყნებთან აპირებს დალაგებას. ეს უკვე ნათელია კობახიძის ვოიაჟებით. და უკვე ნათელია, რომ ისინი არსად წასვლასაც არ აპირებენ. მე მინდა ვთქვა, რომ რუსთაველის ქუჩაზე აქციებმა თქმა უნდა უდიდესი შედეგი მოიტანა არაღიარების პროცესში და უდიდესი შედეგი აქვს ამ წუთას იქ სიცოცხლის შენარჩუნებას, იქ აქციების გამართვას. მაგრამ ეს რო საკმარისი არ არის, გამოჩნდა ალბათ, ეს უკვე გამოჩნდა, რომ ამ აქციებით ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე თუ ვწდები ბოდიშვიხტი, მაგრამ ამ ემიგრაციის თვალით დანახული ეს ასე არის. ამიტომ საჭიროა და ეს კარგი იყო ისე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რომ გაეკეთებია, მაგრამ ნუ მან უდიდესი როლი გაწია იგივე არაღიარების პოლიტიკაში, მაგრამ განუსაზღვრელია მისი დამსახურება. მაგრამ ის საშინაო პოლიტიკაში ასე აქტიურად ავიცი რატომღაც არ აპირებს და მე მგონია დადგა ის დრო, როდესაც იგივე ახალგაზრდობამ იმ ადამიანებმა ვინც ახლა აკეთებთ ორგანიზებას ამ აქციებისას დადგა დრო, რომ ვიფიქროთ უფრო გაფართოებაზე, პოლიტიკური ჭრილის შემოტანაზე ამ აქციებში. და ყველა უყურებთ, რომ ამ ოთხმა პარტიამ ვერ მოახერხა ვერც ამ ხელისუფლების შეცვლა და ისიც კი ვერ მოახერხა ასეთ რთულ სიტუაციაში ერთმანეთთან დაждომის, ერთმანეთთან საუბრის, საერთო გეგმის შემუშავების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ამათმა ვერ მოახერხენ, მაგრამ ჩვენ ადამიანებმა, იგივე ახალგაზრდობამ უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა ადამიანი, რათა დაждენ და შეძლონ თუნდაც თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ, თუნდაც თქვენი დაძალების ქვეშ კონსენსუსის მონახვა, ერთმანეთთან საუბრის მონახვა და ალბათ რა ვიცი, ჩემი აზრით ახლა ჭკუის დარიგებიდან ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ საჭიროა ჩემი აზრით, რომ თვითონ ახალგაზრდობა ჩაუდგეთ ამ საქმეს და მოიწვიოთ საკოორდინაციო საბჭო, ეროვნული ასამბლეა, რაც გინდა ის რომ დაერქვას. და ამ საბჭოში მივიღოთ ყველა პოლიტიკური პარტია ამ 4 პარტიის გარდა, იმიტომ ამათმა ვერ შეძლეს ხო ამ ხელისუფლების შეცვლა უკვე. ესე გაფართოება საჭირო მოვიწვიოთ ყველა პროევროპულად განწყობილი და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი პარტიები თუნდაც 0.5% კონდეს და ერთი კაციც არა დასაკარგი ის სხვათა შორის ამ ბრძოლაში. მოვიწვიოთ ყველა საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობოები, თვითონ ახალგაზრდობა, რომელიც შევქმნით ამ საბჭოს, სადაც აი მე მართლა მაინტერესებს. აი თქვათ პირობითად, თქვა ბიძინა всё, გევიკეცი ან დაადო თავი და წავიდა. ეს ხო იცით, რომ ჩამოშლილია მთელი სამთავრობო სტრუქტურა, ჯერ ისედაც ჩამოშლილია და მე ხო საერთოდ სამსახურში მისვლას ვერ გავედავ. დაშლილია პარლამენტი და მერე უნდა დავიწყოთ დავა თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო კანონი, როგორი უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია, CSKO და ასე შემდეგ. აცი და ეს თავიდან გავიაროთ და ფართო საზოგადოების ჩართულობით დავდოთ ის საარჩევნო კანონი, ის კანონი, რომლითაც არჩევნები ჩატარდება, ის კანონი, რომლითაც CSKO დაკომპლექტდება, ამისთვის რო ვიყოთ ზად და ამაზე უკვე მუშაობა მიდიოდეს, არ ვიცი რა, მე მგონი ეს უკვე დაგვიანებულიცაა, არათუ ახლა დასაწყები და ვთვლი რომ
სანამ 8 ქალაქში იმართება მხოლოდ და მხოლოდ აქცია ყოველდღიური საპროტესტო აქციები თუ 8 თუ 9 თუ არ მეშლება ბოდიშვიკთი თუ მეშლება ეს საქართველოს ნახევარი მაინც ავიცი თუ 30 თუ 40 ქალაქი და დასახლება მაინც უნდა იყოს მოცილი ამ აქციებით რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ არ ყოფნის დაგვანახა მდგომარეობა რომ ეს რაოდენობა არ ყოფნის ამიტომ ამ საკონდიციონო საბჭოში უნდა შეიქმნეს საგაბიცო კომიტეტები, უნდა შეიქმნეს რეგიონში მომუშავე ჯგუფები, რომლებიც ჩავლიან, ესაუბრებიან, ამ კანონზე ესაუბრებიან, მომავალზე ესაუბრებიან, აი როგორი იქნება ახალი ხელისუფლების ხედვები თვითმმართველობაზე, სასამართლო რეფორმაზე, განათლების რეფორმაზე, რაც ასე აუცილებელი და სასწრაფოა ქვეყნისათვის და ამ კანონებზედაც თუ უკვე იქ მოხდება ფართე კონსენსუსი შეთანხმება და მე ივლი ამ კანონი და ეტყვი რომ აი მე სასამართლოს ასე ვაპირებ პოლიციის ორგანიზაციას ასე ვაპირებ თვითმმართველობას ასე ვაპირებ და ასე შემდეგ ამ კანონებით გამზადებული რომ ადამიანები რაც შეიძლება მოვიზიდოთ და დავარწმუნოთ რომ ჩვენი მოსვლა ამგენის წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა არის აუცილებელი რომ ეს გავახოციელოთ ხედვები დავანახოთ თუ როგორ გვინდა ემიგრანტების დაბრუნება როგორ გვინდა ჯერ პირველ რიგში ადამიანების შენარჩუნება სამუშაო ადგილების შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარება რომლის გარეშე ახლა მე რასაც ევროპაში უყურებ საქართველოს გადარჩენის შანსი არ არსებობს როგორ შეიძლება ასეთ ლამაზ წალკოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არ იყოს განვითარებული და კარტოფილი და ნიორი შემოկონდეთ ამ დედა აპეტკებულებს აი როგორ ამ ხედვებზე შევჯერდეთ ჩამოაყალიბოთ და ასე უნდა ვიაროთ სოფელ-სოფელ ქალაქ-ქალაქ მადლობთ ყურადღებისათვის